Წარმატების გასაღები არის ინოვაცია, რომელიც რაღაც განსხვავებულს ქმნის. ყოველთვის მომწონდა ამ საქმის მზარეულობასთან შედარება, რადგან უამრავი განსხვავებული ინგრედიენტი გვაქვს, რომლებსაც ერთმანეთში ვურევთ. ეს ნივთი მსუბუქია, გამძლე და თან კარგი სუნი აქვს. პლასტმასის ნარჩენები ერთ-ერთი ისეთი გლობალური პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას. აი ასეც სulis მდგრადობის კონცეფციაზე დაფუძნებული უახლესი ტექნოლოგია პლასმასის გადამუშავების მეთოდსა და ეკონომიკურ მოდელს და ეს ყველაფერი ევროპაში ხდება. ავსტრიის ქალაქ ლინცის ქიმიური პარკის შუაგულში მდებარეობს საწარმო, რომელსაც მისი დამფუძნებლები გადამუშავებული პლასმასის ინოვაციის ვალჰალას უწოდებენ. ამ საწარმოში დასაქმებული 350 თანამშრომელი ქმნის და აწარმოებს მომავლის პლასმასის დიზაინს. ისინი უცნაური სახელის მქონე ნედლეულს, პოლიმერებს, სხვადასხვა დანამატს, ანტიოქსიდანტს ან მინის ბოჭკოს ურევენ, რათა გაიგონ, რამდენად შესაძლებელია საყოფაცხოვრებო ნივთების ფართო სპექტრის წარმოება. სულ სხვადასხვა ნივთს ვამზადებთ, იქნება ეს მილი, ბამპერი თუ კამფეტის შესაფუთი მასალა. It could of course also be only if you have a candy and a candy has to be wrapped around with some packaging material. ეს საწარმოო ხაზები, რომლებიც ნამდვილი ფაბრიკისას გავს ავტორებს საშუალებას აძლევს პოტენციურ კლიენტებს აჩვენონ თუ როგორ აჩუქონ ფაბრიკის პირობებში მეორე სიცოცხლე პლასმასის ნარჩენებს. იქნება ეს საიზოლაციო მასალა თუ სრულად გადამუშავებადი გამჭვირვალე ფირები. ჩვენ ძალიან პატარა დანადგარებით გვაქვს და ვხედავთ, რომ ძალიან რთულია მათი საშუალებით გამჭვირვალე ფირების რეალურ წარმოებაში ჩაშვება, რადგან ზომის გამო განსხვავებულია კუმშვა, წნევა და მცირე დანადგარი სრულიად სხვა მახასიათებლების მქონე ფირს უშვებს. აქ ხარისხსაც ზუსტად ისე ამოწმებენ, როგორც რეალურ საწარმოში. მომხმარებელს ბუნებრივია საუკეთესო მასალა სურს და ჩვენც ბორეალისის თანამშრომლებს საუკეთესო ხარისხის მიწოდება გვინდა. სწორედ ამიტომ ვამოწმებთ ამ მასალებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის ნაკლებადაა დაწინწკლული. თუ მასალა ძალიან დაწინწკნულია, მას არ ვაგზავნით. ეს ტექნოლოგია უმეტესწილად პლასმასის გადამუშავებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას ემსახურება. მისი მთავარი მიზანია პროდუქტების წარმოებისთვის მხოლოდ ერთი ტიპის პლასმასის მასალის გამოყენება. ეს შეიძლება მაგალითად შოკოლადის ნამცხვარს შეადარო, რომელსაც მრავალი ფენა აქვს და რომელშიც უამრავი რამ არის შერეული. მისი გადამუშავება ძალიან ძნელია. ერთი შოკოლადის ფილის, ერთი მასალის გადამუშავება კი ძალიან ადვილია. ამიტომ ჩვენი მთელი კონცეფცია ახლა ის არის, რომ როგორმე გადამუშავების ხარისხი ავამაყოთ. რადგან თუ გადამუშავების კოეფიციენტი გაიზრდება, მისი ხელახალი გამოყენების შანსიც მოიმატებს. And also the reuse will be able to go up and the cycle will get smaller and smaller. ზოგიერთი იმედის მომცემი საბოლოო პროდუქტი უკვე გამოფენილია. ეს არის კარის ნაწილი, რომლის 30% გადამუშავებული საყოფაცხოვრებო ნივთების ნარჩენებისგან არის დამზადებული. ის ავტოინდუსტრიის ყველა მკაცრ მოთხოვნას პასუხობს. როგორც ხედავთ, ის მსუბუქია, გამძლე და თან კარგი სუნი აქვს. If you can see it's light, it's durable and it also smells very nice. Another example. კიდევ ერთი მიმართულებით ვმუშაობთ, ეს არის ერთგვაროვანი მასალისგან წარმოებული შესაფუთი პაკეტები. პაკეტების უმეტესობა მრავალი მასალისგან მიიღება, ამიტომ მათი გადამუშავებაც რთულია. ჩვენ ერთგვაროვანი მასალისგან მივიღეთ პაკეტი, რომლის გადამუშავებაც ადვილია. Which is easy recyclable. აქ ევროპის ერთ-ერთი მთავარი ქიმიკატების მწარმოებელი ჯგუფის ინოვაციების სათავო ოფისია, რომელიც 120 ქვეყანაში 6200 კაცს ასაქმებს. ეს კომპანია საბაზისო ქიმიკატებს ქმნის და ირწმუნება, რომ ევროპაში პოლიოლეფინების ტიპის პლასმასის ნედლეულის მეორე ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. ეს კომპანია საკუთარ თავს ევროპის პიონერსაც უწოდებს პლასმასის სექტორის სწორხაზოვანიდან ცირკულარულ წარმოებაზე გადაყვანის თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ამ კომპანიის ახალი პროდუქტების უმეტესობა მაღალი ეკოლოგიური მახასიათებლებით გამოირჩევა, რათა შესაძლებელი იყოს მათი გადამუშავება და ხელახლა გამოყენება, ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი. ჩვენ ამ სფეროში ბევრ სხვა ინვესტორზე ადრე დავიწყეთ ინვესტიციების ჩადება და ახლა ერთ-ერთი ვართ იმ მცირე რიცხოვან კომპანიებს შორის, რომლებიც პირველად მასალას აწარმოებენ. ისინი ნარჩენებისგან იმდენად მაღალი ხარისხის მასალას ამზადებენ, რომ ძალიან დახვეწილი ნივთების წარმოებისთვის გამოდგეს. მე არ გულისხმობ სატლს ან გრანულას. ჩვენ უბრალოდ ხელმეორედ კი არ ვამუშავებთ, არამედ გადამუშავების უფრო მაღალ საფეხურზე ავდივართ.
კომპანია უკვე 12000 პატენტს ფლობს, მათ შორის არის ეგრეთ წოდებული Borcycle TM ტექნოლოგია, რომელიც როგორც მექანიკური, ისე ქიმიური გადამუშავების საშუალებას იძლევა. ამ მეთოდის წყალობით პლასმასა ისე ვარგისია და მისგან ახალ პროდუქტს ამზადებენ. Look at these two cups. Lightweight. შეხედეთ ამ მოჭიქას. სუბუქია, მრავალჯერადად გამოიყენება და მიღებულია გადამუშავებული პოლიმერებისაგან. აქ გვაქვს ყოველდღიური მოხმარების საგნები, რომლებიც მექანიკურად გადამუშავებული პლასმასისგან არის დამზადებული. ჩვენ შეგვიძლია ისეთივე ესთეტიკური და ლამაზი ნივთი დავამზადოთ, როგორიც მისი წინამორბედი პლასმასის ნივთი იყო. აი, ეს არის გაუმჯობესებული ბატარეა, რომელიც ერთგვაროვანი პლასმასისგან არის დამზადებული, რის გამოც მას უკეთ გადაამუშავებენ, თანაც ესთეტიკურია და მომხმარებლისთვის სასარგებლო საბოლოო ჯამში. And functional to the end user. ამ ჯგუფში აღიარებენ, რომ პლასმასის ნარჩენების აღკვეთის ყველაზე მარტივი და ეფექტიანი გზა ის არის, რომ გარემოში აღარ დაყარონ ისინი. ამიტომ 2017 წელს კომპანიამ წამოიწყო პროექტი სახელწოდებით Stop, რომელიც ინდონეზიაში პლასმასის ნარჩენების პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად. Why did we choose Indonesia? Because 60% of the waste. რატომ ავარჩიეთ ინდონეზია? იმიტომ რომ ნარჩენების 60% არ გროვდება, რაც ნიშნავს, რომ მას ან წვავენ, ან ნაგავსაყრელზე ყრიან, ან მდინარეში და საბოლოოდ ის ოკეანეში ხვდება. პროექტის მიზანია ნარჩენები აღარ მოხდეს გარემოში, რაც საზოგადოებისთვისაც სასარგებლო იქნება. ეს სისტემა სამ პარტნიორ ქალაქში დავნერგეთ. 600,000-ზე მეტი ადამიანი ჩავთით ნარჩენების მართვაში და 260 ადგილობრივი დავასაქმეთ. Connected more than 600,000 people to waste management. And we created 260 jobs locally. We provide the sorted waste. ჩვენ დახარისხებულ ნარჩენებს ვაწვდით ადგილობრივ გადამამუშავებელ საწარმოს, რომელიც მისგან პოლიპროპილენს იღებს. ეს არის პლასმასის გრანულები, რომელსაც ჩვენს პარტნიორ კომპანიას Wild Plastics ვაწვდით. ის კი ამ მასალისგან ლამაზ და მაღალი ხარისხის ყვავილის ქოთნებს ამზადებს. These nicely designed high quality flower pots. მაინც როგორი მსოფლმხედველობა შეიძლება ჰქონდეს ქიმიური სექტორის წარმომადგენელ იმ წარმატებულ კომპანიას, რომელიც ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში მუშაობს და რომელსაც ინოვაცია უდავო აქტივად მიაჩნია. ჩემი პირადი ფილოსოფია ასეთია: არ თქვა უარი ცდაზე მაშინაც კი თუ არ გაამართლებს. თავი არ დაზოგო, მაგრამ ისიც მიიღე თუ ყოველთვის არ გამოვა რაც გინდა. ისევ განაგრძე სწავლა და საქმიანობა. თუ ჩვენს თანამშრომლებს არ ვაგრძნობინებთ, რომ ზოგჯერ წარუმატებლობას დასაშვებია, ისინი არ შეეცდებიან შეუძლებელი შეძლონ. აგადა ევროპულ ინდუსტრიას სწორედ ეს სჭირდება. ჩარჩოდან უნდა გახვიდე. თუ ასე არ მოიქცევი, სხვები იტყვიან ახალ სიტყვას და ჩვენ უკან ჩამოგჩევით.